ხა ეს ერთიანდება სიამდვილეში ეს კომისია შეიქმნა უბრალოდ განტევების ვაცის მოსაძებნად რა ანუ აი ესე პირდაპირ იმიტომ რომ ყველა კვლევა აჩვენებს და მათაც ქართულ ოცნებას აჩვენებდა რომ ამ ქვეყნის მოსახლეობისთვის ფასები არის პრობლემა იმიტომ რომ სიღარიბე არის პრობლემა სიამდვილეში ფართო სურათში ფასები არის პრობლემა და რაღაცით გადაწყვეტეს რომ გამოხმაურებოდნენ არ ვიცი ეგ შეთანხმებული იყო შეიძლება არც იყო მთლად ჩამოყალიბებული პოზიცია იმიტომ რომ კობახიძემ რაღაცა სიგიჟეები ილაპარაკა, რომ ჩვენთან თურმე უზარმაზარი ფასნამატებია და მრავალჯერ ძვირია რაღაც 700% რაღაც რიცხვებს არ ახუნებდა და უფრო ძვირი არის ჩვენთან ყველაფერი, ვიდრე ევროპაში, რაც ტყუილი არის თავისთავად და ამაზე დაიწყო მერე შეიქმნა კომისია, სუსი შევიდა სუპერმარკეტებში, იმიტომ რომ მაშინ ეგეთი გადაწყვეტილება იყო, რომ აი ეს სუპერმარკეტები, ქსელური სუპერმარკეტები, რომელიც არ არის სხვა შორის ნახევარზე მეტიც კი რიტეილის ამ ქვეყანაში, ანუ იმას რომ მივაქციოთ ყურადღება, რომ კარტელური გარიგებების საფრთხეები არსებობს ბევრ სექტორში, მაგრამ არც თუ მაინც და მაინც მაგ სექტორში, მაგრამ მაგას თავი გამოვიდა, თავარი ამბავი ხო, თავიდანვე სიგიჟე იყო, ან თავიდანვე ცირკი იყო, რომ რაღაც პრობლემა, რომელიც რეალურად არსებობს, უნდა ხალხს უნდა ვაჩვენოთ, რომ ვიღაცას დავაბრალებთ და მე ვიღაცა ან რაღაცნაირად დავიჭი, არ ვიცი როგორ უნდა დაეჭირათ, არ ვიცი რას ფიქრობთ. მე მგონი ბოლომდე ნაფიქრი არ ქონდათ, იმიტომ რომ კომისია რომელიც თვითონ შექმნეს, ამბობს სრულიად საპირისპირო და მაგ კომისიის დასკვნამდე ერთი დღით თუ ორი დღით ადრე იმედი აქვეყნებს რაღაცას პროპაგანდისტულ ნარატივს, სადაც ამბობს აბსოლუტურად საპირისპიროს იმისა, რითიც დაიწყო ეს ყველაფერი, რომ თურმე ჩვენთან ყველაფერი ეს არის რა ქვია იაფია და ევროპაში არის ძვირი. ეგ ჯერ როგორ შეიძლება, ანუ რა სისულელი არის. მანდაც რაღაცა თავისთავად უკადრებელი იკადრეს და ნუტელა შეადარეს 1 კილოიანი 350 გრამიანს, მაგრამ მაგებსაც რო თავი გავანებოთ, ანუ ნუტელა თუ ესე ნომინალურად კონვერტირებულად პარიზში უფრო იაფი ღირს ვიდრე თბილისში, მერე ან ეს 10 ლარიანი რბილი ხორცი ასეთის არსებობის შემთხვევაში, რომც იყოს ჯერ 1.5 კილოს რატო ამბობს, ანუ აი დილით манипуляციურია ეგეც ან დილით მაღაზიაში ჩერი პომიდორი ღირდა 6 ლარ ნახევარი რა 250 გრამი 6 ლარ ნახევარი მაგრამ კილო რა გამო კილო პომიდორი ამ შემთხვევაში გამოდის 26 ლარი ხო 26 ლარი ძალიან ბევრია მაგრამ ვიღაც რო თქვენ 6 ლარ ან რიცხვებითაც მაიმუნობენ მაგრამ მაგასაც თავი გაანებს ან რა შეიძლება მოამზადო კერძი რომელი კერძი მომზადება ოჯახის ჩვეულებრივი პომიდორი პლანტასი ღირს 26 ლარი 1 კილო ხო აი ესე ღირს ხორცზე ნახევარ კილო ხორცზე. რომელზეც ეთქვენ რომ ეს ფუფუნებისაგანია პლანტაცია. ფუფუნებისაგანი როგორია პომიდორი არის, ან პომიდორი. არ შეიძლება პომიდორი არ არის ფუფუნებისაგან, ვერ იქნება ანუ. არ არის ხა ესე არ ვიცი ბიოცარ არის. მაგას თავი გავანებოთ ანუ. ეგეთი კარგიც არ არის რამდენი ღირს. ხო, მაგას. ო და მაგ ბიზნესებსაც თვითონ აკონტროლებენ, ჯერ ერთი ყველა ბიზნესში წილი აქვს და თუ ვინმეს ბრალია, ისევ თავის ბრალი არის. თუ რაღაცა არა დაიყვანენ თელეფონის ამბავე უცნობმა იკითხა გუშინ. ეგ საერთოდ უსინდისობა არის. ეგ არის ჩვეულებრივი უსინდისობა, იმიტომ რომ თვითონ დიდრები რო არიან და კორუფციულად და სხვადასხვა რაღაცებით ფული აქვს სხვადასხვა რაღაცებში ყოველთვის ყველა ხელისუფლებისგან კარგად ძოვდნენ და არასდროს არ უფიქრიათ რა ღირს პომიდორი, კვერცხი ან პური ამ ქვეყანაში, მე ვიღაცებს დასცინიან კიდეს რომ უი კუჭზე როგორ დაიყვანეს და ფეხბურთის სოფლიო ჩემპიონატი ყოფილა ფეხბურთის სოფლიო ჩემპიონატი ყოფილა უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე ის რომ ადამიანები შიმშილობენ. ანუ სიგიჟე არის. რა თქმა უნდა, ბავშვი შენი შვილი რომ როგორ გითხრან რომ თავად არ შიმშილობენ, აღარ შვილი რომ შეერია, ეგ უფრო მნიშვნელოვანია შენთვის ვიდრე 2029 წელს ფეხბურთში სოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება თუ რა ჩატარდება საქართველოში და სომხეთში. მაგაზე როგორ შეიძლება კამათი, მაგრამ თვითონ ამას ვერ ხვდება. ანუ თვითონ ამას მართლა ვერ ხვდებიან, იმიტომ რომ თვითონ ესეთ პრობლემები არასდროს არ ქონიათ. რომ მართლა კუთხე აქვს თვითონ დაყვანილი, ფართო გაგებით კასეთ. თვითონ ფართო სურათი, ანუ თვითონ ფართო სურათი ხო ახლა სიტყვების დეფინიციას რო არ გავყვეთ თვითონ ზუსტად ამ ფულის გამო და იმის გამო თუნდაც რომ ესეთი პრობლემები არ დაუდგეთ, ყველაფერს კადრულობენ და მე არა აქვს მათთვის მნიშვნელობა ის პომიდორი 26 ლარი ეღირებოდა 27 ლარი. სინამდვილეში
სხვა კუთხით რომ შევხედოთ, მაგასაც მართლა არ ექნებოდა მნიშვნელობა ჩვენ რომ ესეთი ღარიბები არ ვიყოთ, ხო? იმიტომ რომ ხა ესე არ შეიძლება რა, რომ რაღა 10 ლარი ღირს ხორცი თუ 30 ლარი ღირს, თავარია რამ ხორცის ყიდვა შეგვიძლია თუ არა. 10 ლარიც აი რითიც დავიწყე რა, ის 10 ლარი რომ ზღირდეს 9 კილო რბილი ხორცი, რამდენ ადამიანს შეუძლია ამ 10 კილო ხორცის 10 ლარიანი ხორცის ყიდვა? არ არსებობს, მაგრამ რომც არსებობდეს რაღაცა კონკრეტული ფასდაკლებით, ან დაძველებული შეიძლება იყოს და ვიღაცამ გაყიდოს კონკრეტულ სიტუაციაში და წაყვეს მე ის რა ვქე კობახიძე და გვაყიდინოს, მაგრამ ეგ ხო არ ნიშნავს რომ იმ 10 ლარიანი ხორცის ყიდვა შეუძლია, ვიღაცა შეუძლია ცხადია, მაგრამ ყველას ხო არ შეუძლია, ანუ ეგ ხო ეგეც არ არის რა ისეთი რაღაცა წესით ფუფუნების საგანი. ყოველ შემთხვევაში ევროპული სტანდარტებით არ არის რომ ადარებენ რაღაცეებს. ხო, ამიტომ პრობლემის არსი სხვაგან არის. ამ კომისიამ რა თქმა უნდა ვერაფერი ვერ დაადგინა, ანუ რაღაც საოპერაციო ხარჯები აქვს მაღალიო. კაი, აქვს საოპერაციო ხარჯები მაღალი, მაგრამ სახელმწიფო რას აკეთებს მაგისთვის რომ ხარჯები არის? იქ ძალიან ბევრი ხარჯი არის რა, სახელმწიფო როგორ უკეთებს ადმინისტრირებას, ან რაღაც ჯარიმები აქვს, სასამართლო არა, ბევრი რაღაც რაც სახელმწიფო შეუძლია. სახელმწიფო შეუძლია რაღაცნაირად, ხო, ეხლა სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს ცხადია ფასების კონტროლში, ანუ არსად ეგეთი რაღაცა არ მომხდარა შედეგიანად, ანუ კარგი შედეგს გულისხმობ, რომ ვიღაცა აკრძალა, მოდი არ გვიდა მაღალი ფასები და მე გაიაფთეს და მე ყველა ბედიერად იცხოვროს, ეგრე არ მუშაობს რა.